უკვე რამდენიმე დღე არაც მთავარ კითხვად რჩება, რა მტკიცებულებები მოიპოვა სახელმწიფო ბრალდებამ 10 თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდგომ, რის საფუძველზეც ბრალდების მხარემ საჭიროდ ჩათვალა იმ არასრულწლოვნების დაკავება, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდნენ, მათ მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერი წერია იმ ახალ მტკიცებულებებზე, რომელიც გახდა მთავარი მიზეზი, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გვიან ღამით არასრულწლოვნებს ხელბორკილები დაადეს. ადვოკატები ამბობენ, რომ ამ საქმეში არ არსებობს პირდაპირ მტკიცებულებები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაადასტურებს და შესაბამისად არც ერთი სკოლის მოსწავლე ბრალს არ აღიარებს. თუმცა გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ მის ხელთ არის მტკიცებულებები, რომელიც ნამდვილად ადასტურებს იმას, რომ ნია იმნაძე იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც მისი მეგობრები წააქეზა, რომ გიგა ავალიანზე თავდასხმა მომხდარიყო, ხოლო რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, რომელიც ახლა უკვე დროებით მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მასთან დაკავშირებით გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ პირველივე წუთიდან მან იცოდა იმის შესახებ, რომ გიგა ავალიანზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ბრალი არის ზუსტად ფორმულირებული, ნია იმნაძე არის გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი როგორც წამფეზებელი და ანასტასია ბერვაშვილი შეუწყობინებლობის გამო არის დაკავებული. ვერავინ ვერ ნახოს შესაძლოა საქმის მასალებში, ხო არის აღდგენილი ინფორმაციები და ეს აღდგენილი მასალა ჯერ მეც არ მაქვს, მაგრამ შესაძლოა ვერ ნახონ წადი მოკალი. და ამას ჩვენ არც ვამბობთ, ის არ არის დამკვეთი, ის არის წამქეზებელი. აქეზებდა ყოველ წუთს, აქეზებდა ყოველ წამს. ეს მიმოწერებში ამ წუთში მე რაც მაქვს ხელში საქმის მასალები ჩადებული, ეს იქაც ჩანს. ანასტასია ბერვაშვილმა ზუსტად იცოდა, რომ მისი შეყვარებული მოდიოდა გიგაზე თავდასხმისთვის. შემდეგ იმ ღამესვე გაიგო ანასტასია ბერვაშვილმა, რომ გიორგი რიკაძე ალექსანდრე გაბაშვილთან ერთად თავს დაესხა გიგა ავალიანს და ციტირებ გაითიშა. იცოდა ანასტასია ბერვაშვილმა, რომ გიგა თავდასხმის შედეგად გაითიშა. ანასტასია ბერვაშვილს დაერეკა 112-ს. ამას ვერც გიორგი რიკაძე ვერ გაიგებდა, იმიტომ რომ ის სხვაგან იყო, ის ხოლმე ვერ გაიგებდა, რომ ანასტასია ბერვაშვილმა დაერეკა გიგა ავალიანის სხეული იმ 1%-იან შანსს გამოიყენებდა და დღეს გიგა ავალიანი იქნებოდა ცოცხალი. ამ პერსისხლიანმა არასრულწლოვნებმა არა მარტო მოკლეს გიგა, არამედ 1%-იანი სიცოცხლის შანსი წაართვეს. რომელიმე ერთი ზარი, კიდევ ვიმეორებ, ერთი ზარი გადაარჩენდა გიგა ავალიანს, იმიტომ რომ გიგას ქონდა ჯანსაღი სხეული, თუ კი მას დარჩებოდა 1%-იანი შანსი. ბრალდებულ არასრულწლოვნებს სავარაუდოდ რამდენიმე საათში დროებით მოთავსების იზოლატორიდან საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სწორედ ამის შემდგომ იმსჯელებს მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით რა შუამდგომლობით შევა დაცვის მხარე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც პირველებს გვაქვს ინფორმაცია, ბრალდების მხარე ორივე პირის პატიმრობაში ყოფნას მოითხოვს. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა ჩატარდება, რადგან ამ საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ.